მოგესალმებით დიანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მაღდიული ხსოვნა ვანო ნადირაძეს ეს უძვირფასესი ადამიანი და გიერთდებით ნამდვილად. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მოლოდინი რეალურად გვაქვს მთელი ამ პროცესის განმავლობაში დაპატიმრების, იმიტომ რომ ფაზა, რომელშიც ეს რეჟიმი არის შესული, ეს არის აქ რაღაცა ერთგვარი ბატონყმობის ლეგალიზების ფაზა, სადაც ყველაზე ისეთი თვალსაჩინო მაგალითებით, პოლიტპატიმრებით, ანუ რაღაც პოლიტიკური ლიდერებით, საზოგადოების წარმომადგენლებით, სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებით და მათზე რეპრესიებით, მათ უნდათ საერთო სურათი შექმნან ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს უბრალოდ შეეშინდებათ რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს არის ძალიან მარტივი ტაქტიკა, რასაც ისინი მიმართავენ. ზურას მხნეობას უსურვებ, ვიცი რომ TV პირველს უყურებს თავის საკნიდან და რა ვიცი, უიშვიათესად სუფთა და ნაღდი კაცია ზურა ჯაფარიძე და არც ციხეთი არაფერს არ დააკლებთ. პროცესს რა თქმა უნდა, ამითი გარკვეული შეფერხება ექნება, როგორც გულწრფელად ვიტყვი, რაღაცა შეფერხება პროცესს იმ შემთხვევაში ექნება, როდესაც ბადრი და მამუკა შეიძლება აღმოჩნდეს საპატიმროში, მაგრამ აი ხა პოლიცსაბჭოს ვატარებდით, სწორედ აი იმ გეგმებზე და სცენარებზე და ვთქვით, რომ ბრძოლის სტრატეგიაში და ბრძოლის გზაში არაფერი არ იცვლება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დისკომფორტი იქნება, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი იმას, რომ ეხლა არაფერზე არ იმოქმედებს, მაგრამ ჯამში ჩვენ გვაქვს ძალიან წყობრი სტრატეგია და გეგმა იმისა, თუ როგორ ვიმოქმედოთ და მთავარი ხაზი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. ეს ყველაფერი არის ჩვენი დემორალიზებისთვის, საზოგადოებას გულისხმობ, მარტო ლელოს არა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დემორალიზებისთვის და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ აქ აღდგეს ბატონყმობა და რაღაცა კასტებმა და ადამიანებმა გავითავისოთ, რომ ჩუმად უნდა ვიყო. ის რაც ყობახიძემ თქვა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც არ აღიარებს წავა ციხეში, ეს არის თუ არა, ეს ვთქვათ, რის გამოც შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია აღიარების იძულება, ვინაიდან თქვენ არ აღიარეთ ეს პარლამენტი, უარი თქვით მანდატებზე, არალეგიტიმურად გამოაცხადეთ და ამის შემდეგ რამდენიმე 4 თვეში შეიქმნა არჩევნებიდან საგამოძიებო კომისია. ეს მისი ერთ-ერთი ჩანაფიქრი, წარსულის გახსენება და ეს ტრადიციული, პროპაგანდისტული ხაზი, აუდიტორიის სანახაობით თუ მოსასმენით გამოკვებასთან ერთად იყო თუ არა აღიარების იძულება პოლიტიკური ლიდერებისთვის. რა თქმა უნდა, იყო აღიარების იძულება, ამის პასუხი, ამის თქმა მინდოდა, ზურა ჯაფარიძის პრეცედენტი უნდა გვესმის, რომ აუცილებლად იგივენაირად შეიძლება არ იმოქმედონ, წესითა და კანონით იგივენაირად უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ აბსოლუტურად იდენტური ბრალია, მაგრამ სასამართლო არა მარტო უბრალოდ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, არამედ ეხა ხდება ინსტრუმენტალიზაცია ამ გადაწყვეტილებებისაც იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესს, ქართული ოცნებას პოლიტიკურ პროცესში ხელი შეუწყოს. ხო, ახლა სამართალთან ქართულ სასამართლოში არავითარი კავშირი აღარ აქვს, ამიტომ შეიძლება რომ არ იყოს იგივე იდენტური განაჩენი და სხვანაირი იყოს, სწორედ იმიტომ რომ დათესონ გარკვეული შუღლი, მაგრამ ყობახიძემ გაამყარა ეს თავისი მესეჯით, რომ ყველა ციხეში აღმოჩნდება, ვინც არ გვაღიარებს პოლიტიკურ ველზე. ერთის მხრივ გამოჩნდა ერთგვარი განაჩენიც ყველასთვის, პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას და მეორეს მხრივ გამოჩნდა ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ისინი იღებენ და ის უდიდესი ტკივილი და ჭრილობა, რომელსაც ისინი იღებენ არაღიარებით და არაღიარება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. კი ბატონო, თავად ის ფაქტორიც, როგორც მივხვდი, გაქვთ შეიძლება გქონდეთ სეგრეგაციული მიდგომის მოლოდინი, ანუ რა თქმა უნდა, რომ სადღაც იქნება პატიმრობა გამოყენებული, სადღაც ნაკლები პატიმრობა, სადღაც ჯარიმა შეიძლება იყოს გამოყენებული, ის რომ თქვენმა ლიდერებმა გადაიხადეს გირაო, ასევე შეიძლება თუ არა სასამართლომ რაღაც ტიპის გარემოებად მიიღოს და შესაბამისად სხვა ტიპის სასჯელი მესმის რომ შეიძლება უშუალო კავშირი არ აქვს, მაგრამ რაღაც გარემოებად მიიღოს. არ მგონია რომ რამე გარემოებად მიიღოს, რამე არავინ არაფერს არ ეკითხება იქ მოსამართლეებს, ვიღაც ჯუებებს და შმებებს, არავინ არაფერს არ ეკითხება. იქ სამართლებრივი პროცესი კალბოტონდიანა არ ხდება ამის ხაზგასმით. პოლიტიკოსებმა მიიღონ მაშინ ფაქტორად, მოდი დავაჯარიმოთ. ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება განსხვავებული ისინი განაჩენები დააყენონ, ეს არის პოლიტიკურ ველზე რაღაცა დამატებითი ეჭვების, შუღლის, კონსპირაციის თეორიების გამოწვევა, რომ იმას ესეთი მიდგომა ამიტომ აქვს და ამას ისეთი მიდგომა იმისთვისაც აქვს. აი ამისთვის არის სუსის რაღაცა და FSB-ს ძალიან ისეთ ნათელ ტრადიციებში, აი ამის მიზეზი შეიძლება იყოს, თორე არავითარი არ მგონია რომ გირაო ან რამე კარგი ბიჭობა და კარგად ქცევა და არ ვიცი ეს იყოს გათვალისწინებული.
არა, ერთადერთი რაც გაითვალისწინებს, ეს არის როგორ დასჭირდება პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტული განაჩენები ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ეს ბატონყმური რეჟიმი დაამყაროს. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა აქ სამართალთან კავშირი არ აქვს. ნინო დათაშვილი სამაგალითოდ დასაჯელად დაიჭირეს და თავისუფლება მას, მზია ამაღლობელი სამაგალითოდ პროცესი მიდის, ბიჭების პროცესი, სინდისის პატიმრების სამაგალითოა, პოლიტიკოსების ამბავი სამაგალითოა. ყველა ეს დაპატიმრება და ზოგადად დევნა სახლებში, ჩხრეკებით, ცემატყება, თავში წამორთმები, მთელი ეს აგრესიული მიდგომა ემსახურება ერთს. მათ აღარ აქვთ ელექტორალური მოჭიდება, უკვე რამოდენიმე წელია გამოიგონეს მტყვილი მტერი, არარსებული, მოგონილი მტერი, რომელსაც ყველა თავისი უბედურება დააბრალეს, გულისხმობს რაღაცა გლობალურ პარტიას და deep state და ეხლა რო ხედავენ, რომ მარტო ტყუილის გადაბრალება რაღაცაზე ქართულ საზოგადოებაზე არ მუშაობს, ეხლა დაიწყეს ქართული საზოგადოების დაშინება. ხაზარაძე შეიძლება იმიტომ დაიჭირონ, რომ პოლიტიკურ პროცესში გამოადგეს და ქართული ხალხი შეაშინოს, ზუსტად ამიტომ არიან სხვა პოლიტიკური პატიმრები ციხეში. ბატონყმობის დამყარება ხდება, როგორც ეს მოხდა რუსეთის იმპერიის დროს, როცა საქართველოს ანექსია მოხდა, როდესაც ეს მოხდა წითელი ტერორის დროს, შემდეგ უკვე ბოლშევიკების შემოსვლის მერე, იმისთვის რომ ხელისუფლება გაიმაგროს. თქვენი გუნდი იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში. ეს იყო როგორი იქნება, ასე ვთქვათ, კალენდარული ასე დავარქმევ არჩევნებისადმი გუნდის დამოკიდებულება. ახლა როდესაც პირველი მოლოდინი რაც არის, იმაზე ვილაპარაკოთ, პატიმრობის მოლოდინი არსებობს, შეიძლება ეს მოხდეს დღესვე, ორივე ლიდერის შემთხვევაში. ამ თემაზე თუ იყო ბოლო კონსულტაციები პარტიის შიგნით, რახან პოლიცაბჭოს სხდომაზე შეიკრიბეთ. ვერ გეტყვით ხო? ვერ გეტყვით დეტალურად თუ რამე კონსულტაციები იყო, ბევრი ამაზე არ გულაპარაკია, გულწრფელად გეტყვით, აი ამ რაღაცა მომავალ ბრძოლის ველზე რაც შეიძლება შემდეგი არჩევნები იყოს, კალენდარული თქვენ როგორც სწორად ახსენეთ. ამაზე ბევრი არ გულაპარაკია, უბრალოდ ერთი რამე ვთქვით ძალიან მყარად და მამუკაც და ბადრის თხოვნაც იყო და ჩვენც ასე ვფიქრობთ, ჩვენი უმრავლესობაც, რომ ეს დაპატიმრება, რისი მიზანიც არის აგრეთვე ჩვენი პოლიტიკური ყველასთვის, პოლიტიკური გეგმების და პოლიტიკური მომავლის არევა და რაღაცა სწორი ხაზის და არევა ადამიანებისთვის ეს ამათ არ მივცეთ მათ საშუალება რომ აი ეს დაპატიმრება გამოიყენონ იმისთვის რომ ჩვენი გეგმები რაღაცა რადიკალურად შევცვალოთ ამ პროცესში შევცვალოთ. ეს არის ერთ-ერთი მოვლენა ჩვენ პოლიტიკურ ველზე, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ჩვენი გეგმა გვაქვს, გადავლახავთ ამ ყველაფერს, წინ წავალთ და ეს არ არის მთავარი ფაქტორი, რომელსაც გავითვალისწინებთ იმ გადაწყვეტილებაში, რასაც ნიშნავს ჩვენი შემოთავაზება პოლიტიკურ ველისთვის, რომ ყველა ბრძოლის ფრონტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თავარ მიზანს მივაღწიოთ და ამ ქვეყნის დეოკუპაცია მოვახდინოთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ გამომდინარე მთავარი ფაქტორებისა, ერთიანობისა და იმ პოლიტიკური სიტუაციისა, რომელიც იმ მომენტში ქვეყანაში იქნება, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა ღიად და პირდაპირ თქვათ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმეა, მაგრამ არ გვინდა და ერთმანეთს ეკითხეთ, რომ არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ დაპატიმრება ჩვენი ლიდერების, მამუკას და ბადრის იყოს ფაქტორი აი ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. კი ბატონო, თაზო, ასევე ცოტა ხნის წინ პაპუაშვილი ლაპარაკობდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ასეთი რამ თქვა, რომ ოპოზიციას არ უღიარებია არც ერთი არჩევნები, მათ გარედან აგულიანებენ და ესე ვთქვათ, კრებითი მიხაილ როთები შვენივრად გრძნობენ თავს და თქვენ აგერ მიდიხართ ციხეში, ანუ კობახიძის ესე ვთქვათ, ხაზი გააგრძელა და თქვა, რომ არაღიარებისთვის და ესე ვთქვათ, არასისტემური საქციელისთვის ისჯებით. მე იშვიათად მინახავს საჯარო ცხოვრებაში არა მარტო პოლიტიკურ ველზე ისეთი თვითავმოყვარეო ადამიანი, როგორც შალვა პაპუაშვილი, ასე საკუთარ თავს და საკუთარ პოზიციას და ინსტიტუციას, რომელსაც წარმოადგენს, შენი აზრით პატივს ასე არ სცემდე, როგორც ეს კაცი არცემს და ყოველდღე გადმოდგარია და რა ვიცი, მაწყევარი ხალივით ხან იმას რა ქვია, ბრიუსელს ლანძღავს და წევლის, ხან ბერლინს, ხან პარიზს და ხან ლონდონს, ასეთი რამე მართლა, რა ვიცი, საბჭოთა 20-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდის მერე, აი ასეთი აღვირახსნილი
მარაზმი მე იშვიათად მინახავს, არ ვიცი ხო, რავი, ეს მისი პრობლემა არის, ხა ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ ადამიანზე, რომელსაც საკუთარი თავის ნულოვანი პატივისცემა და 1000 სისულელეს ბოდავს და ასაღებს სიმართლეთ რა, კრებსითი მიხეილ როთი, რის კრებსითი მიხეილ როთი, კრებსითად რამეს მაინც წარმოადგენდეს ეს არარაობა. არავის არ აინტერესებს, რას ფიქრობს შაულა პაპუაშვილი. ყველამ ვიცით საქართველოში, რომ შაულა პაპუაშვილი რასაც ლაპარაკობს, ეს არის FSB-ს მიერ დაწერილი სალაპარაკოები იმისთვის, რომ ყველას აი ამ ტიპებს, რომლებიც დღეს ახლა მომჯდარები არიან და მიტაცებული აქვს ქართული ხელისუფლება, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ადამიანებს რუსეთის FSB-ს და სპეცსამსახურების მიერ განაწილებული როლი აქვს და ყველაფერს, რასაც ისინი ლაპარაკობენ, აკეთებენ ქართული სახელმწიფოებრიობის დასაზიანებლად და ჩვენი სუვერენიტეტის გასაუქმებლად რუსეთის სასარგებლოდ. ესენი არიან აგენტები, ესენი არიან პირდაპირ ამ ქვეყნის ანექსიაში მონაწილეობის მიმღებები რუსეთის სასარგებლოდ. ყველა ეს ადამიანი პირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ აუცილებლად ამ ქვეყნის განთავისუფლების პირობებში აუცილებლად დაისჯება თავისი აქტის სახელმწიფოებრივი ქმედებების გამო. მანამდე უნდა გავმაგდეთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. პასუხობდა მადლობა თქვენ დიანა. ჩვენ კითხვებს და